ძიუდოს კლუბი Golden Gori ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გორელმა კლუბმა უკრაინის გუნდი 4-0 დაამარცხა შეჯიბრზე Golden Gori. შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა ეთერ ლიპარტელიანი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ეთერ ასკილაშვილი 70, სოფიო სომხიშვილი +70, ვაჟა მარგველაშვილი 73, გიორგი ტერაშვილი 73, ლუკა მაისურაძე 90, უშანგი კოკაური +90, ირაკლი დემეტრაშვილი +90 და თამაზ ბიგინაშვილი +90. სპორტსმენთა მწვრთნელი ნოდარ მეტრეველია. Golden Gori 2018 წელს დაარსდა და წელს მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი. 2018 წელს კი ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა. ევროპის ჩემპიონთა ლიგა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ჩატარდა. გაიმართა ევროპის ჩემპიონთა ლიგა ძიუდოში, სადაც Golden Gori ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მინდა გითხრათ, რომ Golden Gori 2018 წლიდან არსებობს და ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს მონაწილეობს სტაბილურად და ამ ძლიერ გუნდებში ასპარეზობს. უკვე მეოთხედ ავიღეთ ბრინჯაოს მედალი. პირველი შეჯიბრება ოქროს მედლით დაასრულა ევროპა ლიგაზე Golden Gori-მა. ჩვენი სპორტსმენებით დაკომპლექტებული კლუბია და ტიტულოვანი სპორტსმენებით დაკომპლექტებული. თვითონ შეჯიბრებას რაც ეხება იქ სადაც მაგალითად Paris Saint-Germain გახდა ჩემპიონი, იქ სადაც ტედი რინერი, მურაო და ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენები ასპარეზობენ, Golden Gori-s ასპარეზობა და გამოსვლა მუდამ სასიამოვნო და სასიხარულო და მით უმეტეს რომ არასოდეს ჩვენ მედლის გარეშე არ ვრჩებით. ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან ძლიერი შემადგენლობაა. მოხარული ვარ Golden Gori-s წარმატებით ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დაკავებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ხელს უწყობს ჩვენს სპორტსმენებს, რათა დიდი შედეგი დადონ. ვიყავი საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, ჩატარდა ევროპის კლუბური ჩემპიონატი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ეწოდება და ყველაზე დიდი ტურნირია გუნდებს შორის. იქ დიდმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორც არის ტედი რინერი, მსოფლიო ჩემპიონი გრანადა და ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბევრი წარმატებული სპორტსმენი იყო რა. როგორც ტურნირი იყო ძალიან მაგარი, მაღალი დონის და ჩვენმა გუნდმა შეძლო მესამე ადგილის დაკავება. სამწუხაროდ ოქრო ვერ წამოვიღეთ, მაგრამ შეჯიბრის სიძლიერის და მიუხედავად კარგი შედეგია.